მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, კლავინდებურად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით და რა თქმა უნდა, კვირა დაიწყო აქტიურად საკმაოდ ეკონომიკური სიახლეების წრილში. ჩვენ ნახეთ რამოდენიმე მონაცემი, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, მათ შორის რა თქმა უნდა დასაქმების მაჩვენებელი, რომელიც დაზუსტდა გულისხმობ 2025 წლის მაჩვენებლის საერთო ნაწილს. ჩვენ ხედავთ უმუშევრობის დონის კლებას, თუმცა ამ მაჩვენებელზე ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია, რომ მიუხედავად ძალიან ძლიერი ტენდენციისა უმუშევრობის შემცირების ჭრილში, მაინც უმუშევრობის მაჩვენებელი რჩება მაღალ ნიშნებზე 13.9 და გაცხადებული გეგმა, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას ამ კუთხით, რაზეც არა ერთხელ უსაუბრია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, არის უმუშევრობის ძალიან მნიშვნელოვანად შემცირება, გულისხმობთ განულების ნაწილს, განულებაში ბუნებრივია გულისხმობა უმუშევრობის ეგრეთ წოდებული ბუნებრივი მაჩვენებლის განსაზღვრა. მე დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ფიქსირდება და რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ფიქსირდება, საქართველოს სრულად ხელშემწყობია ამ ამბიციური, თუმცა რეალისტური მიზნის ჩამურ რეალიზაციაში, ვინაიდან ცხადია ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა იყოს დასაქმება და შესაბამისად მოსახლეობის მაღალი შემოსავლები. კიდევ ერთხელ ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ საქართველოში სწრაფად ვითარდება მთელი რიგი დარგები, რომელსაც ჭირდებათ კვალიფიციური მუშახელი, ეს ბევრი მიმართულებით სხვადასხვა ტიპის გამოკითხვაში და ისეთ ავტორიტეტულ გამოკითხვებში, როგორც არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსი BAG ინდექსი არის დაფიქსირებული და შესაბამისად საჭიროა მეტი თანხმედრის პოვნა განათლებასა და დასაქმებას შორის, რათა სწორედ ეს სივრცე იქნას ათვისებული, რომელსაც ქვია სამუშაო ძალის მიწოდება და მასზე მოთხოვნის ბალანსი. ამ ნაწილს სამუშაო ძალის ანალიზის ნაწილს ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს შემდგომ გადაცემებში კიდევ დავუბრუნდებით. ასევე აუცილებლად ტრადიციულად ინფორმაცია არის კურსთან დაკავშირებით, ეროვნული ვალუტა ამ შემთხვევაში ორშაბათის საღამოს მონაცემების და მიხედვით კვლავ გამყარდა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, მოკლედ ლარი კვლავ ინარჩუნებს სტაბილურობას. ამავდროულად გეტყვით, რომ რამოდენიმე საინტერესო მიმართულებით არის შემოთავაზებული ახალი კვლევა ჩვენი უმნიშვნელოვანეს პარტნიორის გართენ თაგართის მიერ და უახლოეს პერიოდში ჩვენ რა თქმა უნდა ამ კვლევებსაც და ამ ნაწილსაც შესაბამისად წარმოგიდგენთ. ასევე გვინდა ვისაუბროთ დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან სფეროზე, ალბათ სფეროზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება და სულ უფრო და უფრო მეტად საქართველოს მოქალაქეები ინტერესდებიან და ერთვებიან, ასე ვთქვათ, სადაზღვევო პროდუქტების მოხმარების მიმართულებით, სულ უფრო და უფრო მეტად მზარდია ეს სექტორი, თუმცა ისევე როგორც ძალიან ბევრი მიმართულებით, ალბათ კიდევ უფრო მეტად გვჭირდება მოსახლეობის ნაწილშიც ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით და კიდევ უფრო შესაბამისად ლოგიკური პასუხისგებლობის გაჩენა ამ ჭრილში. თუმცა ვიდრე ჩვენ სექტორზე ფართოდ ვისაუბრებდეთ და დღეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია როგორც ყოველთვის ჩვენთვის ძალიან ღირებულ და პროფესიონალ სტუმრებთან ერთად ვისაუბროთ, მანამდე პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან მცირე მიმოხილვა რამოდენიმე სლაიდზე თუ რა ხდება ბოლო მონაცემებით, რა ბოლო მონაცემებიც გვაქვს ჩვენ სექტორში. თუ შეიძლება პირველი დიაგრამა, სადაც ჩვენ შევხედავთ ვითარებას მოზიდული პრემიების რაოდენობასთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ ჩვენ 19 კომპანიაზე ამ შემთხვევაში და თუ დავაკვირდებით და შევადარებთ 2024 და 2025 წლის მაჩვენებებს, ჩვენ ვხედავთ მზარდ ტენდენციას ამ წლებში, მილიარდ 259 მილიონიდან მილიარდ 411 მილიონამდე. ეს ტენდენცია მზარდია, ცხადია და რა თქმა უნდა სასიამოვნოა, რომ ამ კუთხით ჩვენ მზარდი ტენდენცია შენარჩუნებული გვაქვს, რაც გარკვეულწილად გვაძლევს საშუალებას იმ დაშვების, რომ ბუნებრივია სექტორი ვითარდება, მაგრამ ცხადია, როცა ვსაუბრობთ არის თუ არა საკმარისი, რა თქმა უნდა ჩვენ უფრო ღრმად უნდა წავიდეთ ამ შემთხვევაში ანალიზში და უფრო ღრმად უნდა შევხედოთ ვითარებას. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ უკვე დავაკვირდებით ვითარებას, რომელიც გვაჩვენებს ამ შემთხვევაში ორი მიმართულებით განსაკუთრებით, სამედიცინო, ანუ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით და ტრანსპორტის, გულისხმობთ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ტრანსპორტის მიმართულებით არსებულ ტენდენციას. პირველ რიგში შევხედოთ სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით 3 წლიან ტენდენციას, რომელსაც ჩვენ უყურებთ. 3 წლიანი ტენდენციიდან გამომდინარე, აქაც ჩვენ ვხედავთ ამ შემთხვევაში ზრდის ტენდენციას და ეს ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა ჩვენს დიაგრამებზე, სწორედ
ეს 3 წელია აქ აღნიშნული და ასევე ძალიან საინტერესოა სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით არსებული ტენდენცია დაზღვევის ჭრილში. აქაც ჩვენ ვხედავთ მზარდ ტენდენციას ასევე 3 წლის 23, 24, 25 წლის მაჩვენებლებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებზე ცხადია გარდა სარკინიგზო ნაწილსა ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ერთი შეხედვით ჩვენ ვხედავთ რომ ეს ტენდენცია მზარდია, მაგრამ მოდით შევხედოთ ეს როგორ არის საერთო პროცენტულ მაჩვენებლებში გამოხატული. თუ ჩვენ შევხედავთ საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით და საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 8%-ია დაზღვეული. კიდევ ერთხელ მიუხედავად აი ამ დინამიკისა, რომელიც შეიმჩნევა და საუბრობთ 25000 მეტრს დაზე თქვა თუ ჩვენ 2 წლიან ჭრილს შევხედავთ 23-25 წლის ტენდენციის ნაწილში მიუხედავად ამისა პროცენტული მაჩვენებელი ვერ იძლევა ასე რომ ვთქვათ იმ კმაყოფილების საშუალებას რომ ვთქვათ რომ აი ამ კუთხით ვითარება ისეთი ასე ვთქვათ განსაკუთრებულად პოზიტიურია. სივრცე არსებობს, ათვისების სივრცე არსებობს და ალბათ ბევრი ფაქტორია, რადგან გვინდა ასევე ვისაუბროთ ახლაც მომავალშიც თუ რა უშლის ხელს პირობითად იგივე ავტოდაზღვევის შემთხვევაში ხედავთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოხმარებელთა რაოდენობის მზარდ დინამიკას, არ ვიცი რამდენად ეს მზარდ დინამიკა შემდგომ დაზღვევის ნაწილში პირდაპირ პროპორციონალია, ან ახლოს არის თუ არა პროპორციასთან, ეს კიდევ ასე ვთქვათ მეორე მსჯელობის საგანია ამ ნაწილში და ბოლო დიაგრამა, რაზეც გვინდა უკვე უფრო მეტად დინამიკას შევხედოთ პრინციპში რომ ვთქვათ ყველა ნაწილს მაქსიმალურად ყველა ნაწილს დაზღვევის ჭრილში აღარ ჩამოთვლით ბუნებრივი ამ დეტალებს, უბრალოდ ყურადღება მინდა მივაქციოთ განსაკუთრებით ბოლო ტენდენცია ჩვენ სამედიცინო დაზღვევა სახმელეთო ტრანსპორტზე ვისაუბრეთ, ქონების დაზღვევას, ანუ ბოლოდან მესამე ნაწილს მინდა მივაქციოთ ყურადღება. ამ ჭრილშიც ჩვენ გვაქვს მზარდი ტენდენცია, სიცოცხლის დაზღვევის ნაწილშიც გვაქვს მზარდი ტენდენცია. ჯამურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის ყველა მიმართულებით უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მზარდი ტენდენცია დაზღვევის სექტორში და ბუნებრივია მნიშვნელოვანია სექტორის ასე ვთქვათ მაქსიმალური განვითარება, ვინაიდან კიდევ ერთხელ ეს არის გარკვეულწილად პასუხისმგებლობის მაქსიმალურად გადანაწილება, მშვიდი ცხოვრების გარანტია შეიძლება ასე ითქვას ამ ნაწილზე და მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო და ხაზი გაუსვა იმ ნაწილს, რომ საქართველოში შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებულად აქტიურია ბოლო წლების განმავლობაში კამპანია, რომელიც არის ფინანსური განათლების ჭრილში, სწორედ სადაზღვეო მიმართულებით, ასე ვთქვათ, ამ კუთხითაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მაგალითად საკმაოდ აქტიურად მუშაობს ამ ჭრილში საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, როდესაც საუბარია სწორედ ცნობიერების უფრო მეტად ამაღლებაზე. ჩვენს ერთ-ერთ გადაცემაში ბატონი დავით ონოფრიშვილის სწორედ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქ ამ სტუდიაში ბრძანდებოდა და ჩვენ საუბრობთ ასევე სექტორზე, მათ შორის ეს ციფრები, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ, კიდევ უფრო ასე ვთქვათ, იმ პერიოდში ჩვენ საკმაოდ აქტიურად განვიხილეთ. ბუნებრივია დღეს გადავწყვიტეთ, რომ სწორედ კერძო სექტორის მხრიდან მოგვესმინა არსებული ვითარების შეფასება, მათ შორის სულ ცოტა ხნის წინ აღინიშნა დაზღვევის დღე და ცხადია ბუნებრივია დაზღვევის დღეც გარკვეულად კავშირში აქვს ცნობიერების ამაღლების კამპანიასთან გარკვეულ ნაწილში. ბატონი მიხეილ ჯაფარიძე, სადაზღვევო კომპანია არდის გენერალური დირექტორია ჩვენი სტუმარი. ბატონი მიხეილ, მოგესალმებით, მადლობა გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მოგზაურობისათვის. თქვენთან საუბარი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყოველთვის სიამოვნებით საუბრობთ ჩვენს სხვადასხვა პლატფორმებზე, მათ შორის ჩვენ მოგვიწია გასულ წელს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებშიც საუბარი სადაზღვეო საკითხებზე და პირველ რიგში გარკვეული ციფრობრივი მაჩვენებლები ვცადეთ განგვეხილა, რაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და გამომდინარე მაჩვენებლებია თუ არ მეშლება, მაგრამ თქვენთან მინდა საუბარი დავიწყო აი ამ ბოლო ნაწილით დაზღვევის დღით. ჩემ დასამწუხაროდ პირველად რაც ეს დღე აღინიშნება ბატონი დავით ონოფრიშვილის ინიციატივით, პირველად ვერ მომიწია საქართველოში ყოფნა დაზღვევის დღეზე დასწრება და ისე როგორც საზოგადოებას მეც მაინტერესებს როგორ შეაფასებდით ამ ნაწილს და რატომ არის ზოგადად დაზღვევის დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანი. ბატონ გიორგი, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით თქვენს მსმენელს. ზოგადად დაზღვევის დღე ალბათ ყველა პროფესიას და ყველა სექტორს აქვს თავისი, ვთქვათ, სიყვარული თავის აქვს. და აქედან გამომდინარე ყველას უხარია თავისი პროფესიული დღის აღნიშვნა.
საქართველოში იქიდან გამომდინარე, რომ დაზღვევა ზოგადად არ არის ჯერ კიდევ იმ ნიშნულზე განვითარების, როგორც ეს დასავლეთ ქვეყნებშია, ორმაგად შეიძლება საინტერესო იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვინდა რომ განვითარდეთ და იმ ვთქვათ სიმაღლეებს მივაღწიოთ და ისეთი ვთქვათ ცხოვრებაში ჩვენი თანამოქალაქეების ისეთი როლი შევასრულოთ, რაც სხვაგან ჩვეულებრივ მოცემულობაა და ჯერ ამ ნიშნულიდან ძალიან შორს ვართ. ამიტომ ამისთვის ხედა ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ამის აღნიშვნა. და თვითონ დღემ ძალიან კარგად ჩაირა სხვათა შორის, ძალიან კარგი სტუმრები იყვნენ, ძალიან საინტერესო იყო, როგორც ყოველთვის ბატონი დათოს ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის. კი ბატონო, ჩვენ გვქონდა საშუალება მანამდე აქ თქვენ ადგილზე ბატონი დათო ბრძანდებოდა და მოგეხილა სექტორი, მაგრამ ერთია მაინც სახელმწიფოს მხრიდან შეფასება სექტორში არსებული ვითარების და მეორეა ასევე უშუალოდ კერძო სექტორის მხრიდან. ამიტომ თქვენ მინდა გითხოთ 2025 წლის ნაწილი როგორი იყო სექტორისთვის? ცხადია იმ მაჩვენებლებზე და იმ შეფასებებზე დაყრდნობით რის თქმაც შეგვიძლია და რაც გვაქვს. ну 25 წლის ციფრები უკვე გამოქვეყნებულია, ვიცით, ასე ვთქვათ, დაზღვევის და მხედველობის სამსახურის სამსახურს გამოქვეყნებული აქვს. კარგი წელი იყო, დაახლოებით 12%-იან ზრდა ჰქონდა შარშან ბაზარს 24 წელს. ანუ მთლიანად ბაზარზე შეგვიძლია. კი, ანუ ჩვენ ესე უყურებთ ხოლმე, რომ GDP-ის თანამემართებაში უფრო მეტად თუ ვიზრდებით, ესე იგი, ვთქვათ, უფრო მეტი კონტრიბუცია შეგვაქვს GDP-ში, ვიდრე ვთქვათ GDP-ის ზაზე მეტი თუ გვაქვს და ამიტომ მაინც კარგი წელი იყო. უნდა აღვნიშნოთ, რომ იმას ნაკლები იყო და შეიძლება წინა წლებში, მაგრამ მაინც კარგი ზრდა იყო 12%. წელს იმედი გვაქვს, რომ 14-15% ეს დაწგვექნება და პირველ კვარტალში ამის მოლოდინები გვაქვს. ნახოთ, დავულოდოთ შედეგები ჯერ არ არის გამოყვანებული. თუმცა 26 წლის საერთო ანგარიშს რო შევაფასოთ, კარგი წელი იყო, დინამიურად, სტაბილურად ვითარდებოდა და ბევრი ის ეფექტები, რომელიც COVID-ის შემდგომ ინდუსტრიას ჰქონდა, ეს ტურბულენტულობა მოყვებოდა, ფასებთან მიმართებაში ინფლაციური პროცესები იყო გახსოვთ და ჯერ მეტ 13 დაზღვევაში იყო, მე შემდეგ ავტოდაზღვევაში იყო და ნელ-ნელა შარშანდებმა წელმა დაასტაბილურა ეს ყველაფერი შედარებით ვიდრე 24-შენ 23-ში იყო. კი ბატონო, აი წავიდეთ უფრო დეტალურად ახლა ჩვენ გარკვეულად კრებსთან ვსაუბრობთ ჯამში სექტორის ნაწილზე, მაგრამ უფრო სახეობებს რომ გავყვეთ, ხო, დაზღვევის სახეობს, აი კონკრეტულად ეს არის ხოლმე ყოველთვის აი საინტერესო. აი ვიცი როგორ ალბათ არ არის სწორი შეფასება, მაგრამ პოპულარულ ენაზე, რომელი უფრო ყველაზე პოპულარული დაზღვევის სახეობა, რომელიც ნუ სხვადასხვა მიზეზია განმაპირობებელი, რა თქმა უნდა. ყველაზე პოპულარული არის ჯანმრთელობის დაზღვევა, 53%-ია დაახლოებით ჯანმრთელობის დაზღვევა მთელი სადაზღვეო ბაზრის, რაც საკმაოდ მსხვილი კონცენტრაციაა და რეალურად ერთ-ერთი სახეობა, როცა რეალურად მოსახლეობა უფრო ნაკლებად, ვთქვათ, სვავ შეკითხვას კონდეს თუ არა, ამა თუ იმ ფორმის ჯანმრთელობის დაზღვევა, ისინი უფრო სვავენ სად კონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა. აი ეს კითხვა თითქოს მოხსნილია. ეს კითხვა აი მჭირდება თუ არა ეს ნაკლებად არის, ამის დამადასტურებელია ისიც, რომ ძალიან აქტიურად იზრდება საცალო დაზღვევის, საცალო სამედიცინო დაზღვევის წილი ბაზარზე, რაც ადრე თითქმის არ იყო, იმიტომ რომ საზღვაო კომპანიები ძალიან ფრთხილად ვიყავით, იმიტომ რომ თავისი გამოწვევები აქვს ამ პროდუქტს, განსხვავებული პროდუქტია კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევისგან საცალო თვისობრივად, მართვის კომპონენტ კუთხითაც და ეხლა რეალურად ამ კუთხითაც აქტიურები არიან კომპანიები, ჩვენც აქტიურები ვართ, ჩვენი კოლეგებიც აქტიურები არიან და ბაზარიც იზრდება. და აი თქო რომ დიაგრამა წეღან ქონდა, თქაც ეტყობოდა რომ აი ზრდის ნაწილი იყო გამოტანილი, რომ დაახლოებით 40,000-ზე მეტი ადამიანი დაემატა შარშან, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა იყო. დიდ ბაზაზე უკვე დიდი ზრდა იყო და მნიშვნელოვანი წილი ამისა იყო საცალოდ, ანუ ფიზიკური პირები, რომელიც თავისი სურვილით არაკორპორაციული პროგრამიდან ეზღუდნენ საცალო დაზღვევის პროგრამებს. კი ბატონო, შემდგომ ასე რომ ვთქვათ, შემდგომ მიმართულებებს აი ვთქვათ. მეორე ადგილი არის ავტოდაზღვევა. ხო, აი ავტოდაზღვევაზე მინდოდა მე შესაძლებელია ეს ვთქვათ, მაინც და მაინც ასე ვთქვათ, თქვენთვის ეს თემა არ არის, მაგრამ მაინც მინდოდა მეკითხავ. ავტოდაზღვევა, ქონების დაზღვევა არის შემდეგი დაზღვევის სახეობა, რომელიც ყველაზე მეტად პოპულარულია, თუმცა მიუხედავად ამისა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ძალიან მცირეა იმასთან მიმართებით, რაც შეიძლება იყოს, რაც არ უნდა იყოს. 8%-ზე ძალიან მცირეა. ხო, ნუ ძალიან მცირეა, იმიტომ რომ რეალურად შედარებას ჩვენ გვისაუბრია ერთ-ერთი შედარებას ვაკეთებთ ხოლმე, აი ავტოჯარიმები უფრო მეტია ვიდრე ავტოდაზღვევა. ანუ ავტოჯარიმებში უფრო მეტი ეხარჯება ქვეყანაში, ვიდრე ავტოდაზღვევაში, რაც თავის უცნაური, ვთქვათ, კორელაცია, როგორც წესი, მსგავსი რაღაცა არ ხდება. საქართველოში ჯერ კიდე ფიქრობენ დააზღვონ თუ არა ავტომობილი, როცა უცხოეთში. აი განსხვავებით ჯანდაცვისგან, სადაც თქვენ თქვით, რომ სიცოცხლის დაზღვევისგან, გამთრობის დაზღვევისგან, სადაც თქვენ თქვით, რომ კი აღარ კითხვას სვავენ, რომ სად დააზღვონ, არა ისე დააზღვონ თუ არა. აქ ფიქრია. აქ მაინც ფიქრობენ დააზღვონ თუ არა, ეს თვითონ შედეგებიც გვეუბნება მას, იმიტომ რომ 1,800,000 2,000,000 ავტომობილამდე არეგისტრირებული, შეიძლება იქიდან ყველა არ
დადის, მაგრამ რო ციფრი რომ ან შევხედოთ ხოლმე 8% თან თუ გავითვალისწინებთ 8% შედის ის ავტომობილები, რომელიც სავალდებულოა საბანკო სესხებიდან რო დაიზღვეს, ანუ ბანკში ხდება მისი დაზღვევა, ასევე შედის სახელმწიფო ტენდერები დაზღვეული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მანქანები. სახელმწიფო ავტოპარკი შედის ამ 8%. რა თქმა უნდა, თუ ამას გამოვაკლებთ ყველაზე მართლმსაყოფლობით თავისურულით, ძალიან მცირე რაოდენობაა და ამის ზრდაზე მუშაობთ ყველა, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან ნელი ტემპით იზრდება, თუმცა მაინც იზრდება. კი ბატონო, ხო, აქაც ახლა ის ცნობიერების ნაწილია, იმიტომ რომ ეს ყველას გვესმის, რომ სხვაგვარად, როდესაც საუბარია აუტოს სესხზე და მithunes ახალი ავტომობილის გამოყვანაზე, სავალდებულო ნაწილია ფაქტიურად ეს ავტო. სესხის კომპონენტია უკვე და ბანკის კი ბატონო, აი როცა ჩვენ საუბრობთ ამ კუთხით სხვადასხვა მიმართულებებზე, სად ხედავთ კიდევ უფრო მეტ დიდ პოტენციალს, თქვა რა მიმართულებებს აქვს დიდი პოტენციალი გამითაროს, იგივე აი ქონების დაზღვევას მინდა გკითხოთ მათ შორის. აქაც რამდენად მიუყვებით, ასე ვთქვათ. აი შეკითხვაა ძალიან მოკლედ, ბატონო გიორგი, მაგაზე ბევრჯერ ქონია საუბარი ინდუსტრიას სავალდებულო დაზღვევის კონტექსტში და სულ გვინდა ხოლმე ხაზი გავუსვათ ამას, რომ სავალდებულო დაზღვევა ზოგადად იმიტომ გვინდა ხოლმე, რომ სულ ვამბობთ, რომ ერთი რო ჯერ ესეც სოციალური პროდუქტია, ეს არის კლასიკური კომერციული პროდუქტი, იმიტომ რომ სოციალურ შოკებს ამცირებს ეს სავალდებულო დაზღვევის სახეობები, ეს ერთი და მეორეა კიდევ რომ სავალდებულო დაზღვევის პროდუქტების ზრდის ცნობადობას და შემდეგ ადამიანები თვითონ ფიქრობენ დააზღვიონ თუ არა თავის სახლი, იმიტომ რომ ხედავენ სიკეთეს სავალდებულო დაზღვევის პროდუქტში და მე ვფიქრობენ რომ თუ სავალდებულო დაზღვევით ეს სიკეთე მივიღე, მაშინ რატო არ შეიძლება სხვა პროდუქტმა იმუშაოს და ასე გამვითარდა ყველა ქვეყანა. რეალურად ვთქვათ, დაკვირვება ცხადია, რომ ყველა ქვეყანაში 2-3 წლის მერე როცა სავალდებულო დაზღვევის გემოს გაიგებდა მოსახლეობა, მნიშვნელოვნად იზრდებოდა ხოლმე დაზღვევის სხვა სახეობები. რაც ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში გვაქვს, როდის იქნება ეს სავალდებულო დაზღვევის პროდუქტი, ავტოდაზღვევაზე, ავტოპროდუქტების სამპიროს პასუხისმგებლობას არ ვიცით და აი სავალდებულო დაზღვევით წელს შემოვიდა, ვთქვათ, სამოგზაურო დაზღვევა ჩამოსვლელი ტურისტებისთვის და აი ამ ძალიან პატარა ინიციატივამ უკვე შედეგი მისცა საზღვაო ინდუსტრიას. მოცულობები დიდი არის, მაგრამ ჩვენთვის ეს პატარა პროდუქტის მნიშვნელოვანია. ხო, სხვათა შორის აი ვთქვათ, ამ ნაწილში ხო სულ იყო საუბარი, აი საჭირო იყო თუ არა ამ ნაწილის სავალდებულოდ შემოტანა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფინანსურად იმდენად დიდად არ დააწვა, ასე ვთქვათ, არავის, რამდენადაც ეს პასუხისმგებლობის ნაწილი გადანაწილდა. ნუ ნახეთ როგორ ეს ამაზე ქონდა ხოლმე საუბრები, ასე ვთქვათ, ტურიზმთანაც და აი ესეთი შეხედულება ქონდა ჩვენ რომ თუ ტურისტი რომელიც მოდის არ ექნება 5 და 10 ლარი რომ ის 5 ან 10 დღე გაატაროს ქვეყანაში. ხო, აუგუსტში თუ ძალიან ისეთ დაბალ თვალსია ლაპარაკი. ხო, ძალიან ესეთი არ უნდა იყოს ეს ეგეთი ტურისტი საინტერესო, იმიტომ რომ წესით ტურისტი არ ჩამოდის ან არ მიდის იმის გამო რომ ის ძალიან მცირე ღირებულების ვთქვათ პოლისი იყიდეს და ამას გარდა მეორე ნაწილი იყო ლოჯისტიკური, იმიტომ რომ უცხოელები რომ ჩამოდიან ხშირად მათ დაზღვევა რომც ჰქონდეთ, აქ არ არის კოლ-ცენტრები. ანუ რეალურად იმ სუპერ საზღვაო კომპანიის პოლისის ხელში რო ეჭიროს უცხოური, ვთქვათ, მულტინაციონალური კომპანიის პოლისიც რომ ეჭიროს, ის აქ ვერ მოიმსახურება. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა ჩვენი იტვირთება ამ ადამიანებით, ხო, უჭევთ საელჩოებთანაც კოორდინაცია და ასე შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ რეალურად ამ ადამიანებს მოევლოს, ხო, იმიტომ რომ ისინი აქ არიან, მაგრამ პოლისს უჭირავთ, მაგრამ ეს პოლისი არ მუშაობს, იმიტომ რომ კარგ შემთხვევაში ისინი თანხას გადაიხდიან, წაბლენ და მერე თავის საზღვაო კომპანია ამას აღავარებს და ჩვენ რეალურად აქ ვაორგანიზებთ ყველაფერს. ანუ აქ ჩვენ კოლ-ცენტრები ყველა საზღვაო კომპანიას აქვს და აქ მუშაობ და შესაბამისად ამ კუთხით კარგი ინიციატივაა, უბრალოდ ჯერჯერობით დაკეტილი არ არის, შესაბამისად არ არის ქართული პოლისი მოთხოვნილი, არის მოთხოვნილი საერთაშორისო პოლისი და ჩვენი რეკომენდაცია ის იყო, არ არის მოთხოვნილი ლოკალური პოლისი და საერთაშორისო პოლისის მიღება შეიძლება. ჩვენი რეკომენდაცია ის იყო, რომ სავალდებულო ყოფილიყო, რომ ქართული სერვისი გაწევადი ყოფილიყო, რომ საერთაშორისო ვთქვათ, კომპანიები ჩვენთან დაკონტრაქტებული იყვნენ, რომ ფიქრობ სისტემა უფრო მედეგი იქნებოდა. ესე ვხედავთ ჩვენ. ბუნებრივია, ჩვენი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა და ალბათ რეალური საჭიროებაც უფრო ამ კუთხით ისეთი იქნებოდა. იცით, აი უხეშად ვითვლით ზუსტად ციფრები არ ვიცი და ძალიან ძნელი სპეკულაციურია, მაგრამ ფიქრობთ, რომ დაახლოებით 30 მილიონის ფარგლებში დაემატა მოცულობა ბაზარს, რაც თავის მხრივ დიდი არის, როცა მილიარდნახევრიან ბაზარს უყურებ დაახლოებით ბევრი არ არის, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი იყო და რომ ყოფილიყო უფრო ჩაკეტილი სისტემა, ხო შეიძლება 3-ჯერ მეტი ყოფილიყო დანამატი და როცა ჩვენ გვიხარია ხო რომ ნებისმიერ სხვა პროდუქტთან მიმართებაში ექსპორტი გაიზარდა რაღაც სახეობის 5 მილიონი დოლარით, ხო წარმოგიდგენთ ეს იგივე ექსპორტია, ხო რეალურად და აქედან გამომდინარე პირდაპირ დაემატებოდა ჩათვალეთ 30 მილიონი დოლარი, 60 ან 70 მილიონი დოლარი დაემატებოდა, რაც ავტომატურად ქვეყნის თვარი კარგი. კი ბატონო, ნაკლებად სავარაუდო ხარ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ახლა ტურისტი რომელიც შემოდის, ნაკლებად სავარაუდოა რომ 5 და 10 ლარი იყოს მისთვის ახლა რაღაცა. მათთვის აქსიომაა. ბევრი ვინც მოდიოდა ჩვენთან, მათ უკვე ქონდათ უფრო დახსრულების კომპონენტი იყო. არავინ არ იცოდა რა ქონდათ. ახლა ლიმიტია სტანდარტიზებულია.
აუცილებლად მინდა გითხოთ სექტორში არსებული ვითარება, ეხლა თქვენ აი დასაწყისში ძალიან კარგი ფრაზა ბევრჯერ გამოვიყენე ეს ნაწილი და გამოვიყენებ, რომ აი სად დავეზღვიოთ, ხო? ბევრი. ავტომატურად მივდივართ უკვე როცა ეს კითხვა ჩდება, სად ჩანს სექტორში არსებული კონკურენცია. ჯამში როგორ შეაფასებთ აი წლიდან წლამდე სექტორში არსებულ კონკურენციას, რაც ალბათ პროდუქტების სრულყოფილებაზე კიდევ უფრო სწრაფად მოქმედებს. მე არ ვთვლი, რომ პროდუქტების სრულყოფილება არ ჭირდება და არ უნდათ კომპანიებს. უბრალოდ რაღაცა კონკურენცია ალბათ გაიძულოს, რომ რაღაცები უფრო სწრაფად გააკეთოს. კი, ნახეთ 19 საზღვაო კომპანია რეგისტრირებული საქართველოში. კონკურენცია არის ძალიან მაღალი იმ ფონზე, რომ სავალდებულო დაზღვევის სახელები არ გვაქვს და ბაზარი ჯერ კიდევ პატარაა და ამ ფონზე რომ 19 საზღვაო კომპანია რეგისტრირებული ხდება, ეს არ არის პატარა ციფრი, ბლამის ბანკების რაოდენობის საზღვაო კომპანიები გვაქვს. და ის სისტემა ბევრად განვითარებულია და საზღვაო სექტორი. ხო, ანუ აი ბრუნვის ნაცვლში ხო, არა, იქ შედარება საერთოდ სხვაგან არიან და ამას ადასტურებს, რომ თვითონ აი მარჟას თუ შევხედავთ, ხო, საკმაოდ მოკრძალებული მარჟა საერთოდ თუ არის ხოლმე, იმიტომ რომ საზღვაო კომპანიების მოგების წილში ძალიან დიდია ეგრეთ წოდებული საინვესტიციო შემოსავალი, რაც არის დეპოზიტები და შემოსავალი მარტივად რო გითხრათ, რაც გჭირდება, იმიტომ რომ კაპიტალის ადეკვატურობა ქონდეს, ანუ საზრდამხედველ მოთხოვნების გამო რა კაპიტალის ადეკვატურობაზე გვაქვს, ის რა გენერირებას საკეთებს. ყოველთვის განთავსებული, გაჩერებული თანხები. მაგ თანხების კონტრიბუცია მოგებაში არის ძალიან დიდი და მაგას რო გავწევთ ხოლმე და მაგის გარეშე უყურებთ ძალიან მოკრძალებულ მარჟებს უყურებთ ხოლმე. კი ბატონო, ხო, მეორე სხვა მომხმარებლებს ყველაზე უფრო მეტად მაინც მიყვარს კონკურენცია და კი, რა თქმა უნდა, არა, საჭიროც არის კი. კი ბატონო, აუცილებლად მინდა კითხოთ გარკვეულწილად, აი ახლა როცა ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცა კუთხით ვახსენეთ ავტომობილი, ეგრეთ წოდებული ტიპი ელის ნაწილი და აი რა არის ის გამოწვევები ზოგადი სექტორში, რომელთა გადაჭრაც რაღაც სხვაგვარ წაგვიყვანდა, ანუ უფრო მეტად დაგვიჩქარებდა, ასე ვთქვათ, გარკვეული ტიპის რო ხა ერთ ნაწილზე ვისაუბრეთ იგივე სამეცნიერო დაზღვევის ნაწილში, სავალდებულო დაზღვევის ნაწილში ტურისტების შემთხვევაში. ზოგადად ყველაზე მთავარი არის რომ რაღაც გარკვეული უნივერსალური პოლიტიკა იყოს სადაზღვო სისტემასთან მიმართებაში. ხვდებით, იმიტომ რომ რეალურად ეკონომიკა ძალიან კარგად ხედავს საბანკო სისტემას, მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ჩვენ შემთხვევაში საზღვო ინდუსტრიასთან მიმართებაში ვფიქრობ, რომ ეს ჰოლისტიკური მიდგომა რო იყოს რარული გვაქვს ზოგადად ეკონომიკაში, რისი გაკეთება შეგვიძლია, ეგ ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ვფიქრობ, აი იგივე დაშინებულ პროგრამაზეც ბევრი რაღაცის გაკეთება საზღვო კომპანიებს შეუძლიათ ბევრი რაღაც, მათ შორის არა მხოლოდ რაღაც პოლისი გასცენ, ხო? მათ შორის ცოდნა მიიტანონ, უთხრათ რომ მაგრამ ჩვენი რისკ მენეჯმენტის გამოცდილებით აი ამის კეთება ესე ჯობია. რადგან ეს ჰოლისტიკური მიდგომა ჯერჯერობით არ არის და სადაზღვო სისტემა ჯერჯერობით ისეთ, ასე ვთქვათ, პრიორიტეტებში არ არის, ამ კუთხით კონტრიბუციას ისეც ვერ ვაკეთებ. თუმცა მართლა ბევრი შეგვიძლია და გარდა მაგის ადამიანური რესურსითაც შეგვიძლია და ცოდნის კუთხითაც შეგვიძლია და ამ კუთხით ჰოლისტიკური მიდგომა მნიშვნელოვანია და შემდეგ ეს ყველაფერი თავის თავს მოიტანს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ყოფილი შემთხვევები როცა გარკვეული ინიციატივა ყოფილა ჩვენ დაგვიანებით გაგვიგია, რაც მე მეწევით ხოლმე ამას და ესეთი მოსნები არის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესეთი მაქსიმალურად ესეთი კიდევ უფრო აქტიური დიალოგი ხელისუფლებასა და სექტორს შორის ეს უფრო ესეთია. კი, კარგი იქნებოდა რომ ჩვენ ყოველთვის ეგეთი მიდგომა გვქონდა, ანუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ეკონომიკა, რა შეგვიძლია რომ ჩვენ გავაკეთოთ. შესაბამისად იგივე მაგალითს მოვიყვანო, იმიტომ რომ ყოველ გასაგები ლოგიკაა, რომ აი დაშინებულ პროგრამას ვლაპარაკობთ, ხო ამ კურსის შემთხვევაში არ საუბრობს ინდუსტრია, ერთად რაღაც თავისი ვიწრო კომერციული ინტერესთან, უნდა ხოლმე მუშაობა, რომ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ერთი მხრივ ძალიან, ასე ვთქვათ, გააზრებით გავიგოთ, რომ სახელმწიფოს როლი რა არის, რომ მან ბიუჯეტთან მიმართებაში არ იზარალოს ცალსახად, მაგრამ მეორე კუთხით თუ ჩვენ გვაქვს საშუალება განვითარების, იქ გქონდეს პარტნიორული ურთიერთობა. ეს არის და ეს, იმიტომ რომ რეალურად არც არ არის სწორი ინდუსტრია მხოლოდ თავისი საჭიროებით საუბრობდეს, იმიტომ რომ რეალურად გვესმის, რომ ჩვენც ეკონომიკის ნაწილი ვარ და უნდა იყოს, ასე ვთქვათ, win-win დამოკიდებულება, რომ ყველა მხარე უნდა ჩვენ ესე უყურებთ ხოლმე. არის ეკონომიკა, არის, ასე ვთქვათ, ჩვენი საზოგადოება და ჩვენც როგორც კერძო სექტორი და აი ესე უნდა ვითანამშრომლოთ, რომ რაღაც საერთო სიკეთე მივიღოთ. ხო, ნებისმიერ შემთხვევაში საერთო შედეგი უფრო მეტად მოვა. რა თქმა უნდა, ყოველს ეგრეა და ჩვენც მასე უყურებთ და მასე ვიმედოვნებთ ხოლმე და იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა არის ეს ინიციატივაც ახლა რაც გამოვიდა, ხო, ეს ხო ხელს გვიწყობს ჩვენ და უბრალოდ იმის ახსნა მინდა, რომ პატარ-პატარა ინიციატივებიც კი ძალიან დადებითად აისახება ჩვენს და წარმოვიდგინეთ ახლა მნიშვნელოვანი ინიციატივა თუ იქნებოდა ჰოლისტიკური და საზღვაო ინდუსტრია როგორც ქვეყნის რისკის მართვის ინსტრუმენტი თუ გააზრებული იქნება, ну ეს სხვა, ვთქვათ, მასშტაბი არის, ვთქვათ, განვითარების.
კი ბატონო. აუცილებლად მინდა კითხოთ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლმე ასე განვითარების ნაწილზე, ხშირად ბუნებრივია ვსაუბრობთ განვითარებულ ქვეყნებზე, ამ კუთხით, ქვეყნებს, რომელიც წინ არიან, ჩვენ ყოველ შემთხვევაში 8% არ აქვს დასავლეთის ნაწილი მინიმუმ და რა თქმა უნდა, ევროკავშირის სტანდარტები ამ კუთხით, სად ვართ იგივე ევროკავშირის სტანდარტებთან მიმართებაში, რამდენად ახლოს ან რა ნაბიჯებს დგავთ, რომ კიდევ უფრო მეტად წავიდეთ ამ მიმართულებით? განვითარების კუთხით, ანუ მოდი ესე ვიტყვით, ეროვნულში და პროდუქტში დაზღვევის პენეტრაცია, დაზღვევის, ვთქვათ, ფარდობას ვიტყვი დაახლოებით და მაგას ვედრებით ხომ ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ხომ და ბრიტანეთს და იმას ხარ იქნება ალბათ სწორი. მაგას რო შევედა რომ დაახლოებით 2.5 სამჯერ მეტი უნდა იყოს სადაზღვო ინდუსტრია ვიდრე არის დღეს, რომ მათ, ასე ვთქვათ, მათ შევედაროთ. ვაპარაკობთ კიდევ ერთხელ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. კი, აქ საუბარი გვაქვს ბულგარეთზე, რუმინეთზე, ამას ვადარებთ. შესაბამისად, როცა ამას უყურებთ, ხო, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი განვითარების პერსპექტივები არის, ის რომ ჩვენ განვითარდეთ როგორც სექტორი და ამ განვითარებულმა სექტორმა კონკრეტული წვლილი შეიტანოს ეკონომიკაში. აი, მე ძალიან გითხარით, ხო, რეალურად როცა მოსახლეობას სამეურნეო, ასე ვთქვათ, კალათას განაგებს რეალურად დაზღვევისთვის რაღაცა აქვს განსაზღვრული, ხო, მე სოციალური შოკების თანთქმელი ხდება დაზღვევა. ის აღარ ბევრი რამე სხვანაირად ლაგდება და ჯერჯერობით ამ კონდიციებს არ მოხსებია. გარდა ჯანმრთელობის დაზღვევის. კი. ხო, ჯანმრთელობის დაზღვევა ისეთი გამოკვეთილი უპირატესობა. და აი, როდესაც საუბრობთ ბუნებრივია ზოგადად გლობალურ ტენდენციებზე, ხო? ბუნებრივია შემოდის ყველასთვის ესეთი თემა AI-ის ინტეგრირება სადაზღვო სექტორში, იგივე გლობალურ წილში რა ვითარება და სად ვართ ახლა ჩვენც ამ კუთხით, იმიტომ რომ მართლაც ყველა სექტორში ეს AI-ის ნაწილი ცოტა ხნის წინ იგივე ბატონო გაჩილაძის კომენტარი ვნახე საბანკო სექტორში და იგივე საქართველოს ბანკში აქტიურ დანერგვასთან დაკავშირებით თითქმის არ არსებობს კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით არ მიდიან სექტორი ბუნებრივია ჯამში. კი, დღეს კერძო კომპანია იყო და AI არ ახსენო, უკვე სახიფათოა და ჯობია რაღაც მოსაზრება ქონდეს, თუმცა ნუ ხუმრობას თუ გვერდზე გავწევთ. 22-23 წელი იყო, როცა პირველი ნაბიჯები მაკუთხით გადავდგი ჯერჯერობით, მაშინ იმ პერიოდსაც არანაირი ესეთი ხმაური AI-ზე არ იყო, მაგრამ აი კოვიდის შემდგომი პერიოდი იყო და ფიქრობდი შეგვეძლო ოპტიმიზაცია და დავიწყეთ მაშინ. ეხაც ვითარდებით ჩვენს ბევრ რაღაცას ვაკეთებთ მაკუთხით, ჩაუშვით, სახელიც კი ქვია ჩვენს იმას რა ქვია AI-ის, არდიანა ქვია დაჟვიდე, მაგრამ რეალურად რო ვაკურდებით, უფრო გვინდა გავარჩიოთ რეალური პროდუქტიულობა სად არის და უშუალოდ ზედმეტი, ასე ვთქვათ, არ გვინდა რომ AI ინსტრუმენტი მარკეტინგი იყოს, გვინდა რომ რეალური პროდუქტიულობა იყოს და აი ამ კუთხით თუ გვაქვს ხოლმე წიაღწევ. მხოლოდ იმიტომ რომ სხვები AI-ზე ლაპარაკობენ, ხო, ეგ არ გვინდა, იმიტომ რომ თავარი ჩვენთვის არის ადამიანი, ხო, ჩვენ ხა AI ინსტრუმენტად გვინდა და არა იმ ჩვენთვის თავარი ადამიანი ჩვენი დაზღვეული რომ იყოს მაქსიმალურად კომფორტული, სიმარტივე გონდეს და ბევრი გადაწყვეტილება გონდეს იმაზე სწრაფი და მარტივი და მოხდენილი, ვიდრე რეალ დღეს გვაქვს და შესაძლოა აი ამ კუთხით უყურებთ და რაღაც მოსაზრებები გვაქვს, მუშაობთ, ეხაც კი აი ჩვენ რა გვხედავთ იქ მუშაობენ და რაღაც კონკრეტულ სისტემებს აგებენ და ზოგადად ფიქრობ რომ AI-ის ასე ვთქვათ საკითხი იმდენად ბევრი კითხვისთან შენიშანია ჯერ კიდე არ მხოლოდ დაზღვევაში, არამედ სხვა სექტორებში და მთელ მსოფლიოში, რომ ანუ რეალურად ამ წუთში ჩვენი პროცესები პარალელურად ვითარდება მსოფლიოსთანაც. სხვა დაზღვევ კომპანიებიც უცხოეთშიც დღესაც ხედან და უყურებენ როგორ შეიძლება ამის ინტეგრირება, იმიტომ რომ მაინც ყველა ბიზნესს თავის სპეციფიკა და ადამიანური ფაქტორი მნიშვნელოვანია ძალიან, იმიტომ რომ ადამიანს აქვს ინსტინქტი, ადამიანს აქვს გარკვეული ტიპის უნარები, რომელიც მანქანას ესე პირდაპირ არ აქვს და შესაძლოა გვინდა აი ამ ჩვენ ესე გვჯერა რომ ამის სინერგიას ველი ჩვენ რომ რეალურად ამან მოგწეს ადამიანის გაძლიერება, რომ აი ეს ეფექტი მივიღოთ. კი ბატონო, მართლაც და თქვენ ძალიან სწორად აღიარეთ, ხო, ყველა სექტორს და ყველა დარგს თავისი სპეციფიკა აქვს ამ წელში, სადღაც რაღაცა მეტი დოზით შეიძლება, სადღაც გარკვეული დოზით და უნდა ხა სადაზღვო ამ კუთხით კიდევ უფრო კიდევ უფრო კონსერვატულია ნამდვილად. და მოლოდინები აუცილებლად ჩვენ ჯამურ დინამიკას ხედავთ, ხა იგივე ციფრები, რომლებიც ვაჩვენეთ 23-25 წლების დინამიკის ნაწილში სასიამოვნოა, მეტი გვინდა ყოველთვის. როგორია მოლოდინები, ხო, 26-ის წელში იგივე ტენდენცია ხა ერთი კვარტალი დავხურეთ, კიდევ ერთი თვეც მიემატა ზედ ამ კუთხით და აი როგორია ვითარება, რასაც აკვირდებით სექტორში. იცით, სექტორი იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კონკურენტუნარიანია, სულ ყველა ჩემი კოლეგა ფიქრობს რაღაცაზე რა მოიფიქროს, რა სიახლე გააკეთოს, სად ერთი ნაბიჯი გადადგას და ეგ ძალიან კარგია, მომხმარებლისთვის ძალიან კარგია.
შესაბამისად წელს ველოდებით ბევრ სიახლეებს ჩვენ კომპანიაში ზოგადად ბაზარზეც ფინანსურად და ვთქვათ ზრდის კუთხით ვფიქრობ, რომ ასევე ძალიან კარგ როლს შევიტანთ ვთქვათ ქვეყნის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ასევე ვფიქრობ, რომ 14-15%-იანი ეკონომიკური და წესით წელს ჩვენს ინდუსტრიას ექნება, რომელიც შარშანდელზე მეტი იქნება, დავალოდოთ, იმედი მაქვს, რომ ეს ესე იქნება. უკეთეს მაჩვენებლობის იმედი გვაქვს. ჩვენ ესეთი იმედი გვაქვს კი. თუმცა ამოდროულად ნავალშო ძალიან მნიშვნელოვანია ხა ზოგადად გლობალური პროცესები რაც მინდის, იმიტომ რომ თუ მაგალითად გალფის ქვეყნებში მიმდინარე პროცესების გამო რაღაც ინფლაციური წნეხი იქნება, ცხადია ამასაც ჩვენ ველოდებით და მუდმივად ვაკურდებით რა შეიძლება ჩვენზე ასახოპოს, იმიტომ რომ პირველ რიგში ნავთობი სახეობებს სხვადასხვა დროს ვთქვათ მიუახლოვდება. პირველ რიგში მიუახლოვდება ავტოდაზღვევას, შემდეგ მიუახლოვდება სხვა სახეობებს და ბოლოსში სადღაც მივაუკვი ჯანმრთელობის დაზღვევასთან, იმიტომ რომ რეალურად რადგან ნავთობპროდუქტები არის ყველა ვთქვათ პლასმასის პროდუქციაში, საღებავში, წებოში ყველგან რადგან არის ცხადია ავტომობილის ზიანის ანაზღაურება გაძვირდება, ესე გონია, თუ ეს ტემპი გაგრძელდა. აქედან გამომდინარე, ვაკურდებით, ყურადღებით ვართ და დაველოდოთ. იმედი მაქვს, რომ სტაბილურობა ჯერჯერობით, აი ხა ჩვენ აქ ვხედავთ, რომ საუბრობთ, ჯერჯერობით საკმაოდ მშვიდი, სტაბილური, ვთქვათ, სტანდარტული ინფლაციური გაძვირება არის, განსაკუთრებული არაფერი ხდება ჯერჯერობით დაველოდოთ. კი ბატონო, ყველას იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი სექტორი ერთმანეთთან გადაჯაჭვული და როგორც საინტერესოა, რომ ხა ძალიან კარგად ახსენეთ, აი დაზღვევაშიც, აი ეტაპ-ეტაპ როდის რა შეიძლება მივიდეს, თქვათ და რანაცის როდის შეიძლება ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძალიან საინტერესო მოხილვისთვის, ამომწყურავი მოხილვისთვის სექტორის წარუდებები მინდა გისურვოთ. მადლობა კიდევ ერთხელ მოგზაურობისათვის. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარ სიახლეებს თქვენ შეგიძლიათ გაესწროთ ჩვენს ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერ.gr. მე კი ასევე ტრადიციულად ხოლმე დაგემშვიდობებით.